skin. See, we get to the end, but that's where we begin. You feel it? Mannequins and we breaking the mold. Breaking out and we breaking the codes. Similar to the jack who stole to the depths in your wet, so you take explode, so get it out. Send your body to flight. Everybody got a target tonight. Everybody come along for the ride. All you studs and your duds and your ladies is fly. Grip the moment like you're gripping the earth. Feel the weight and you're feeling the girth. Now you get it, now you're feeling your worth. Fitness how you used to make when everything used to hurt. It goes, no time to rest. Just do your best. What you hear is not a test. We're only here to make you. We're only here to make you. We're only here to make you. We're only here to make you go. Aplodismentებით გავამხნევოთ მეგობრებო, მე-12 კლასი. მოგესალმებით სულ მასწავლებლებო, მშობლებო, სტუმრებო, და რა თქმა უნდა ჩვენ მთავარ გმირებო, აბიტურიენტებო. აი დადგა დღე, რომელსაც ზოგი სიხარული, ზოგი წუხარებით და ზოგი იმედით ელოდა რომ ბოლოს და ბოლოს გაკვეთილზე დაგვიანებით შენიშვნას აღარ მიიღებს. დღეს ბოლოს და როცა ოფიციალურად სრულებს სკოლას და ხვდებით რომ ყველაზე არასასიამოვნო კითხვა ვინ გამოვა დღეს დაფასთან უკვე წარსულ ჩავარდა ამ კედრებში იმდენი მოგონება დაგვრჩა ალბათ დერეფნებს საუბარი რომ შეეძლოთ ჩვენს ყველაზე დიდ საიდუმლებებსაც ახდიდნენ ფარდას მაგალითად იმას თუ როგორ სრულობდით სკოლიდან გაბარვას და ქალბატონ ლიასთან შეხვედრის თავიდან არიდებას. აქ იყო პირველი მეგობრობა, წარმატება, იმედგაცრუება და რა თქმა უნდა ეს ლეგენდარული ფრაზა. მას რეული სახლში დამრჩა. ამ კითხვაზე ყოველთვის ვიღებდით პასუხს. თავი რადგან არ დაგრჩა? მაგრამ დღეს დავამთავრეთ სკოლა და სამედროდ ამ დღემდე მაინც მოვედით. მინდა გავიცნო ჩვენი პირველი დამრიგებელი და არის მასწავლებელი, რომელიც სამწუხაროდ ჩვენთან ერთად არ არის. მან უდიდესი წვლილი შეიტანა ჩვენს აღზრდასა და განვითარებაში. მისი წყალობით ჩვენ მთელი გულით შევიყვარეთ დედაენა. მადლობას ვუხდით მას, რადგან სწორედ მისი დამსახურებით ჩვენ აქ ვართ. განსაკუთრებული მადლობა ჩვენს მასწავლებლებს, ადამიანებს, რომლებმაც გაუძლეს ჩვენს სიზარმაცეს. ხმაურს, კამათს, საკონტროლოს სირღვეც არ ავადმყოფობებს, თუმცა მაინც ბოლომდე შეეროდათ ჩვენი. ასევე მადლობა მშობლებს, რომლებიც მთელი ამ წლების განმავლობაში ჩვენთვის ყველაზე დიდი საყრდენი იყვნენ და მუდამ ჩვენ გვერდით იყვნენ. მადლობა სკოლის ექიმს, რომელიც მუდმივად ჩვენს მოგონილ ავადმყოფობებს იტანდა, რათა გაკვეთილზე არ შევსულიყავით, მხოლოდ იმიტომ, რომ გაკვეთილი არ ვიცოდით. მადლობა ერთმანეთს იმ მოგონებებისთვის და მეგობრობისთვის, რაც ლევის მანძილზე დავაგროვეთ და დამოგვიტანდა. ეს იმართოს სადაც ბავშვობა გავატარეთ და ერთად გავიზარდეთ, მაგრამ წინ ცხოვრების ახალი ეტაპი გველოდება, ახალი გამოწვევებით, ოცნებითა და პასუხისმგებლობით. თუმცა მიგვაჩნია, რომ გულის სიღრმეში ყოველთვის ის ბავშვები დავრჩებით, რომლებსაც გაკვეთილის მიწურულს ზარის დარეკვა და სპორტზე ეზოში გასვლა ყველაზე მეტად აბედნიერებდათ. ახლა კი იმ წლების საპატიოსაცემოდ, რაც ჩვენ სკოლაში გავატარეთ, წარმოგიდგენთ ჩვენს მიერ დადგმულ ნომრებს, რომლითაც იმედი გვაქვს, რომ ის სიამოვნებთ.
მადლობა კიდევ ერთხელ დაუკრათ ტაში მეგობრებო. და ვაგრძელებთ მე-12 G კლასის წარდგენას. წარმოგიდგენთ ბიჭს, რომელიც ფორმულების ნაცვლად ბარმენობას სწავლობდა. ის მისი საყვარელი საქმიანობაც გაკვეთილზე წერა იყო. კლასის სპაიდერმენი, ცეკვის ნიშით დაჯილდოვებული და მე-12 თაობის კომპიუტერის მოყვარული თამაზ აღუაძე. Hello. ავიწყდება მაშინ როცა სკოლიდან გასვლას ეხება საქმე. ის უზედა ფანჯიტანას გადახდეს. ლუკა ბაბოიძე. რომელსაც არასდროს აშინებდა თავისი კომუნისტური აზრების საზოგადოებაში გავრცელება. სტალინის ნომერ პირველი ფანი, რომელსაც აქვს საოცარი ჰუმორის გზნობა. ის იყო ერთადერთი, რომელიც ეჯიბრებოდა ბიჭებს ხელის გადაწევაში. იშდება გიორგი გამსახურდიასა და მის საოცარ პოსტებზე. აქვს ბომბა საათი, რომლის გამოც თვითონაში პრობლემა შეექმნა. თამარ ბათლიაშვილი. კლასის ბეტმენი, მაფიის დიდოსტატი ბიჭი, რომელიც მთელი ცხოვრება მათემატიკას სწავლობდა, მაგრამ ბოლოს მაინც ისტორია აირჩია. გიორგი ბუნდური! რომელიც გიშდება მეტალზე. იგი მზადა თავის მუსიკალური გემოვნება რუსული სასწავლებელსაც კი გაუზიაროს. ის მის ყველაზე მეც ბურავდა ჩხუბობდა და მისი მეორე საფრთხის ბუფეტი იყო. კარგი კულინარი, რომელიც სათუთი გულის პატრონია და რომელსაც ყველაზე მეტად მოენატრება სკოლა. ნინი გულიშვილი! სიმაღლის ნახევარი ყველას უნატრია. ჟირაფის ჟოზე, რომელმაც თავისი საყვარელი სპორტი წვერვალები დაიპყრო. მას მასწავლებლები ადვილად გამოარჩევნა სხვა ბავშვებისგან. მისი სიშვიდის წყალობი ნიკა მამულაშვილი. კარიერა პირველივე კლასიდან გოგოების გულში ნელ-ნელა სადელი დაიწყო. ის ვინც მხოლოდ ხალხური საკუთრებზე იყო ჩუმა. კლასის მასწავლა, რომელიც მალახ ყველაფერზე დასცინოდა. არის ყველაზე ფოტოგენიზმის გადაცემის ავსტარი. მისი თვალები ყველაზე განსხვავებული და გიჟურიან შინაარსი. მიშა ველიშვილი. ბიჭი რავი საყვარელი სიტყვაა ჩამში და მეორე. კლასის ადამიანი, რომელსაც ძულს ფემინისტები და მათი იდეოლოგია. ბიჭი, რომელსაც სიცილის დროს 32 კბილი უჩანს. ისთვისაც ყველა თამაში აქვს დახურული. კლასის ტანწერწედა და ამავდროულად შოურის დიდი მოყვარული გურა მიშელაძე. სამარგალოს ღირსეული წარმომადგენელი. კარგი სულამოების მოყვარული ადამიანი, რომელსაც მამაფლექსის ყველა სიმღერაზე შეუძლიათ ცეკვა და დეიმო სალვატორეს უგიჟესი ფანი. პიროვნება, რომლის საყვარელი სიტყვაა სვეჩი, ბრა და
ძმა, სიმართლის დამცველი და უსამართლობის აღმოფხველი თათია მონი. ბიჭი რომელიც მანქანებში უფრო კარგად ერწყება ვიდრე ანეკდოტებში. მას ხარ მანქანების განხილვის ყველა ვიდეო აქვს ნანახი. ლექსების წაკითხვის დიდოსტატი და მათემატიკის მოყვარული, რომლის მთავარ საქმიანობასაც ხუთონი წარმოადგენს. ლუკა სააკაშვილი. ის ბავშვობიდან ყველაზე მოუსვენარი გოგონაა. მეორე უსეინ ბოლტი, რომელიც სიკვდილში ყველას ასწრებდა. გოგო, რომელიც გამოირჩევა ენა კლიმატობით. ცოტა შვილი კი მისი პროტოტიპია. გვან სარქონიაშვილი. ბიჭი, რომლის თვისშიც არასდროს არ ვიცით რა ტრიალებს.